გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, დაიწყო გადაცემა პალატა ნომერი 9, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით. დიახ, ჩვენ დავიწყეთ გადაცემა პალატა ნომერი 9. გამოგვიჩნდა სპონსორი, ჩვენი სპონსორია Always-ი. Always-ი? ეგ რაღა არის? რო უყავი, ეგ ეჩეჯამე? არ შემიჯამე, ეგ არ იჭმება. აბა რა არის Always-ი? არ უნახა დაკონკრეტება. მაყურებელი და კლიენტი მიხვდება რაც არის. მთავარია ჩვენი სპონსორია. კაი, ხო. ეხლა გადაცემაზე ვისაუბროთ. დღევანდელი ჩვენი თემა არის ავტოავარიები და ჯარიმები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეიძლება რომ ავიცდინოთ ეს ავარიები და არ იყოს სამდენი სიკვდილიანობა. მართლაც საინტერესო თემა არის, დიდი პრობლემა არის ეს ავტოავარიები, ჯარიმები და ეს ადამიანის დაღუპვა და ძალიან ცუდი არის და ჩვენ რა შეგვიძლია, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გზა უნდა გამოვნახოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ რა შეგვიძლია, ჩემო გიორგი და თუ ერთობა იქნება და სურვილი, ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. უნდა ავგზავნოთ მაღალი სიჩქარე. უნდა შევზღუდოთ ეს მაღალი სიჩქარე. არა მარტო ნიშნებით და ჯარიმებით, არამედ ფიზიკურად, მექანიკურად, ანუ ავტომობილებზე უნდა დავამონტაჟოთ ისეთი მექანიზმი, რომ ვერ შეძლოს ავტომობილმა სიჩქარის აკრეფა 100 კილომეტრზე მეტი. თქვათ ხო აქვს ავტომობილს 180, 220 ან 300 სიჩქარე. უნდა შეიზღუდოს 100 კილომეტრამდე, ანუ გაზის პედალს რომ მიაწვევი 100 კილომეტრზე ზევით აღარ უნდა ანვითარებდეს სიჩქარეს. ეგ მართლაც საინტერესო იდეა არის და ეს სიჩქარის შეზღუდვა ყველა მანქანაზე უნდა გაკეთდეს თუ როგორ უნდა იყოს. ყველა მანქანაზე არა. პოლიციას, სასტრაფოს და სახანძრებს სიჩქარე არ უნდა ეზღუდებოდეს, თავისთავად უნდა ქონდეს რაც აქვს მანქანას. მაგრამ ჩვენ უბრალო ხალხს, მოსახლეობას, ვისაც გვაქვს მანქანები, მათ უნდა ქონდეს შეზღუდული და უნდა იყოს დამონტაჟებული მანქანაში ეს მოწყობილობა, რომ ვერ შეძლოს 100 კილომეტრზე მაღლა მანქანამ სიჩქარე განავითაროს. ეგ გასაგებია პოლიცია და სახანძრო და სასტრაფოებს უნდა ქონდეს, მაგრამ თქვა და გამოჩნდეს ისეთი პიროვნებები, ვისაც აქვს სურვილი ქონდეს მანქანაზე სიჩქარე, ანუ არ ქონდეს შეზღუდვა და რა უნდა გააკეთოს და რა გზებს მიმართოს მან. ეგეთ ადამიანებს, ვისაც მაგალითად არ უნდა სიჩქარის შეზღუდვა და უნდა მაღალი სიჩქარის სიარული, მათ უნდა ქონდეს სპეციალური ნებართვები, მაგალითად როგორც იარაღის ტარებაზე არის ნებართვა, ისე უნდა იყოს მაღალი სიჩქარეზე ტარებაზე ნებართვა, მაგრამ ისიც შეზღუდული საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად შეეძლოს მაღალი სიჩქარის განვითარება და არ დაჯარიმდეს ამის გამო. ეგ გასაგებია და თქვათ სპორტსმენები რო არიან ავტორბოლელები, მათ რა უნდა ქნან, რო ყავთ თქვათ მაღალი განვითარების სიჩქარის მანქანები, მათ რა უნდა გააკეთო. სპორტსმენებს შეუძლიათ მაგალითად რუსთავში ხო არის ავტოდრომი, იქ ხო ეჯიბრებიან სწრაფად დაყავთ თავისი ავტომობილები. თუ რუსთავი არ აკმაყოფილებთ, შეუძლიათ ააშენონ, გახსნან ახალი ავტოდრომი, თქვათ ქუთაისში ან სხვა ადგილას არ აქვს მნიშვნელობა. უნდა იყოს გამოყოფილი ასე ცალკე ადგილები და შეეძლოთ სწრაფად სიარული. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ 100 კილომეტრის ქვემოთაც ხო შეიძლება ავარია მოხდეს, მაგალითად 90 კილომეტრით მიდიოდეს ან 60-ით და მაინც ავარია მოახდინოს. ესეც მაღალი სიჩქარე იყოს შეიძლება და აქ როგორ დავარეგულიროთ, რა ხდება ამ დროს. მათ უკვე ჯარიმები იმოქმედებს და თავისთავად დაჯარიმდებიან. მაგალითად ქალაქში როა შეიძლება ახლა 100 კილომეტრის სიარული ყველამ იცით და მაგას უკვე კანონი მიხედავს. მაგ ჯარიმებზე გამახსენდა ჩვენ რო წინა გადაცემაში ვქონა საუბარი ჯანდაცვაზე, ფონდის გახსნა, მაგალითად რომ ფონდი ჩაირიცხოს ყველა ადამიანისგან თითო ლარი იქნება თუ რაღაც საშუალება
და დაეხმარონ ყველა გაჭირვებულ საავადმყოფოში ოპერაციაზე და ასე შემდეგ და ზუსტად ეს ჯარიმები მაგალითად რასაც გადაიხდიან მძღოლები ეს ჯარიმები ფული უნდა გადაირიცხოს ამ ფონდში და მიემატება და შეძლებენ ოპერაციის გაკეთებას ის ადამიანები ამ ფულით ვისაც ჭირდება ეს ოპერაცია ანუ ფონდში ჩაირიცხება ეს ჯარიმები და შეივსება ფონდი. მართალი ხარ ჩემო მეგობარო, მართლაც კარგი იდეა არის. ჩვენ მართლაც წინა გადაცემაში ქონა საუბარი ფონდზე, სადაც შევძლებდით ფულის დარიცხვას. $10 იქნებოდა თუ რა საშუალება ადამიანს, ყველას თვეში $10 იქნებოდა. შეივსებოდა ფონდი და დავეხმარებოდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც დაჭირდებოდა ოპერაცია, სასწრაფო ოპერაცია. და ეს ჯარიმებიც მართლაც შეავსებდა ამ ფონდს და დაეხმარებოდა ბევრ ადამიანს და კარგი იდეა არის მართლაც. საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, ჩვენი გადაცემაც დასასრულს უახლოვდება და მადლობა ჩვენ სპონსორს Always. მაინც არ მითხარი ხო რა არის ეგ? კაი ჯანდაბას. ჩვენი გადაცემა დასასრულს მოუახლოვდა სახელად პალატა ნომერი 9, ვისაც მოგწონთ ჩვენი გადაცემა, გვიყურეთ და გამოგვიწერეთ. დაგემშვიდობებით დროებით.